გადატრიალება პირდაპირ ელცინისაგან მოდიოდა, პირდაპირ იყო ხელმძღვანელი დანიშნული კოორდინატორი ამ საქმეს, ეს გახდათ მაშინდელი ფავორიტი ელცინის გენადი ბურბულის. ის უწევდა კოორდინაციას მთელ ამ პროცესს. კერძოდ თბილისში გადატრიალებას, მე ტაჯიკეთშიც იყო, აზერბაიჯანშიც იყო. იგივე ზუსტად ტიპიური კრიმინალები იქნებოდნენ, იქ პოლიტიკური პოლიცია ჩდებოდა, ერთიანდებოდნენ და ამხობდნენ. ტიპიური კლასიკა მიდიოდა. მოსკოვის ოლქში ტარდებოდა სემინარი 10 წელი, დესლეთ პერესტროიკა 10 წელი პერესტროიკიდან. სადაც გამოვიდა ბურბულისი, აზილაპარაკა იმ პერიოდზე და მე მქონდა ჟურნალისტებთან ურთიერთობა და მაშინ უთხრა აი ეს კაცი ითვლება ასე ვთქვათ, გადატრიალების ერთ-ერთ მამად, რომელიც საქართველოში მოხდა. ჟურნალისტმა დაუსვა ეს შეკითხვა, თქვენ რომ მართლა იღებდით მაგაში მონაწილეობას და მან აბსოლუტურად ღიად იქესრება 14 ქვეყნის საელჩოს წარმომადგენელი განაცხადა, რომ ის იყო კაცი, რომელმაც დაგეგმა ეს პროცესები და რომელიც მეტად აქტიურ მონაწილეობას იღებდა. მაშინ ბურბულისი იყო რუსეთში მეორე პირი ხელისუფლებაში, ფაქტიური ეს იყო ძირითადი იდეოლოგი ელცინის ადმინისტრაციისა, ელცინის გუნდის, ასე ვთქვათ, ყველაზე გამოკვეთილი წევრი და მას არც დაუმალია, რომ 91 წლის ამბებში ის იღებდა უაქტიურეს მონაწილეობას, რომ ჰქონდა რეალური კონტაქტები საქართველოს ოპოზიციასთან და ის არც მოხდა. ამის საფუძველზე მოხდა გადატრიალება ტიპიური. ეს ჩვენ ისტორიაში მოხდა პირველად და ჩვენ გამიცადეთ ჩვენ თავზე. რა თქმა უნდა, ახლა ვინც მოახდინა, იმათ უნდა რევოლუცია უნდა დაერქმიათ, დემოკრატიული რევოლუცია და სახალხო აჯანყება. სახალხო აჯანყებას არ გავდა, იმიტომ რომ ორნაბიჯში ქორწილები და პანაშვიდები იყო. აქ ერთად უზენაეს საბჭოში მეტი ხალხი იყო ზვიადის მომხრე, ვიდრე ისინი, რამდენიმე ასეულკაძე იყო ლაპარაკი. და სახალხო აჯანყებაში უცხო ქვეყნის ჯარები არ ერთვებიან. აქ იბრძოდა პეჩორის ის იყო სპეცნაზი ნაწილები თუ არა ვცდები, რუსები საბეჭდილი აქვს ყველაფერი. გერმანავენ ისინი. ვინ იბრძოდა, ვინ რაშვებოდა, ვისაც იყო მაშინ, ვინ ეხმარებოდა მე ამბოხებს, ეს ყველაფერი ცნობილია. ეს იყო ტიპიური სახელმწიფო